ბიუჯეტური ვაზნების ტესტი. ეს ვაზნები ალბათ ყველამ კარგად იცით. ეს არის სტერლინგის 4 ნომერი და მომენტოს 4 ნომერი. დაახლოებით ეს ვაზნები ერთი და იგივე ფასი ყავს. და მაინტერესებს ერთი, რომელი უფრო კარგად მუშაობს სტანდარტულად 35 მეტრზე. ჭრაზეც შევამოწმებ და დაჯგუფებაზეც სამიანი ჩოკი დავაყენე ხა ამ ჩემ თოფზე. 76-იანი ლულა მაქვს და 35 მეტრში უნდა დავდო სამიზნე, დავალაგე რა პრინციპში უკვე და ვესროლოთ, ჯერ დაჯგუფებაზე ვნახოთ, როგორ ჩააჯგუფებს. და მე წიგნი მაქვს კიდე აღარ და წიგნს დავდებ და წიგნზე ვესროლოთ და ჭრაზე ვნახოთ აბა 35 მეტრში რომელი უფრო შორს შევა. ესენი საკმაოდ ბიუჯეტური ვაზნებია ეხა იმ ბაშიერებთან და რაღაც ვინჩესტერებთან შედარებით. რა ვიცი, ზოგი ემდურება, ზოგი ემადლოვლება. მოკლედ ვნახოთ და რა დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ რა. 4 ნომერი ავარჩიე სასროლად. 36 გრამიანებია ორივე. ვესროლოთ ეხლა და ვნახოთ. აგერილა ალაგია სამიზნეები 35 მეტრში. წრეებიც მოხაზული მაქვს ხა და რა ვიცი ვნახოთ აბა წრეში რამდენი ჩაჯდება და მთლიანად კარდონზე შეეტყობა როგორ გადაანაწილებს საფანს. პირველი მომენტო ვესროლოთ ქვედა კარდონს. შესაბამით მეორე სუსრის სტერლინგს. კარგად გავარდა ორივე. მოკლედ მოვედი რა და ეს არის სტერლინგის ნასროლი. ეს არის მომენტოს ნასროლი. ეხლა დავთვლი და დათვლით გაჩვენებ. მოკლედ აი ესეთი რამე მოხდა. ეს არის მომენტოს ნასროლი 69 საფანტი მოხდა წრეში. ეს არის აი დაახლოებით აი ალბათ 2 მტკაველი, რაც კი ცოტა. 2 მტკაველზე ცოტა პატარა წრე და 87 საფანტი მოხდა სტერლინგის ნასროლი. ესეთი ვარიანტია ორივე. აი ეს არის მომენტოს ნასროლი, ცოტა თითქოს მარჯვნივ მომივიდა, მაგრამ მაინც აქეთაც რო იყოს გადმოწეული დიდი არაფერი არ არის მოხვედრილი და აი იქაც თუ რაღაცა 2-3 საფანტია გაცდენილი რა. მაგრამ აი მასში ფანჯარა დატოვა. როგორც ჩანს და სტერლინგმა მე მგონი უფრო უკეთესად ესროლა. ცენტრზე ამისული და განაწილებაც თითქოს ამისი უკეთესია. ეხლა ამ წიგს დავდებ ისევ იქ. აი იქ სადაც ვიყავი. სროლის ვიდეოს აღარ გადავიღებ, ძალიან რო არ დაგღალოთ და შედეგებს გაჩვენებთ რა ბოლოში. რა იქნება გეტყვით. და ესე მოხდა რა და ხა ვნახოთ. ბოლო ფურცელს ვნახავ აქ. სადამდეა გასული ბოლოში. და გეტყვით და მე ვესვრი სტერლინგს. მოკლედ ესე აი დავიჭირე ყველაზე შორს გამსვლელი საფანტი. აგერ არის. და 159 გვერდზეა შესული. დანარჩენები არ არის შემოსული. ეხლა ვესვრი სტერლინგს. აი ამას 36 გრამიანს. იგივე ისიც 36 გრამი 4 ნომერი და ნახოთ თუ არ 159-ს გადააჭარბა значит აჯობა. თუ არა და მაშინ მომენტო შობია. ნახოთ. ეს სტერლინგი ისე მოხდა რომ თავდაყირა გადმოაგდო წიგნი. რა ვიცი მიტანაში წაჯობა რა მაგრად მოხდა ძალიან და აბა ერთი ვნახოთ. სად გამოვიდა ბოლო საფანტი. აი ბიჭებო 211 გვერდზე გავიჭირე ბოლო საფანტი. სტერლინგისა თან როგორი დაჭყუნულია. ესე